ხელისუფლების ზეწოლით გამოიყენა ერთ-ერთი კომპანია, რომელიც არის Delta.com, რომ პოლიტიკური იერიში მიეტანა ჩვენს გუნდზე და პირადად ჩემზე. ყველამ კარგად დაინახა, რომ ის, რაზეც საუბრობდა, რომ Delta.com თითქოს უფასოდ მოემსახურებოდა და ემსახურებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დადასტურდა, რომ ეს არის ტყუილი. ასევე როგორც დადასტურდა ისიც, რომ როდესაც ვიღაცებს შეკითხვები ქონდა, რომ ყვებაში ვიღაც სხვადასხვა ფირმები იმარჯვებდნენ, პირდაპირ მინდა გითხრათ, რომ სწორედ სახელმწიფო კომპანია ამარაგებს ყვებით ჩვენს ჯარს და სწორედ ამ 2 წლის განმავლობაში მოხდა ის, რომ 10 სასადილო თლიანად იქნა კაპიტალურად შერემონტებული, ახალი სასადილოები გაჩნდა, რაც ყველაზე მთავარია, სტანდარტები უსაფრთხო ყვების სწორედ შემუშავებული იქნა ჩვენს მიერ და ამის იმპლემენტაციას ვიწყებდით, მაგრამ ეს იყო პოლიტიკური დაკვეთა და ეს ბუნებრივია. ხელისუფლებიდან კონკრეტულად პრემიერიდან წამოსული დაკვეთა იყო პროკურატურაზე და ის რომ დღესაც და დღემდეც ეს ადამიანები, ჩვენი 5 ყოფილი თანამშრომელი, რომელიც არც ერთი ჩემი ახლობელი არ ყოფილა, იქ დამხვდა, ისინი სისტემაში წლების განმავლობაში მუშაობდნენ ღირსეულად და ისინი რომ უდანაშაულოები არიან და ისინი დღესდღე არიან წინასწარ პატიმრობაში, ესეც არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. ბატონო ირაკლი, თქვენ თქვით, რომ ეს იყო ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილება, მაგრამ ამასთანავე მანამდე თქვით, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დამოუკიდებლად გადაწყვეტილებებს ვერ იღებს. ბუნებრივია, არაერთხელ გავაკეთე ეს განცხადება, რომ ეს პირადად მოდიოდა ყოფილი პრემიერის მხრიდანაც